ოკეი, მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა ისევ შეეხება ობიექტზე ორიენტებულ პროგრამირებას, ოღონდ ცოტა უფრო ღრმად უნდა შევიდეთ მაგ საკითხებში, რა თქმა უნდა. ჩვენ წინა კვირას ქონდა შესავალი ობიექტზე ორიენტებულ პროგრამირებაში და ჩვენ ვთქვით, რომ ნუ ეს ასე ვთქვათ, საკითხები დაკავშირებული იყო კლასებთან და ობიექტებთან. და ჩვენ ვახსენეთ რა იყო კლასი, რა იყო ობიექტი, როგორ ვქმნიდით ჩვენ კლასს იქ, როგორ ვუწერდით კონკრეტულ მახასიათებელს, ავწერდით რაღაცას, თუნდაც ავიღოთ მაგალითად person-ი, რომელშიც ჩვენ მივანიჭეთ name-ი, surname-ი, age-ი, აკადემია, შემდეგ ჩვენ ასევე ვისწავლეთ კონსტრუქტორზე, რომ შეგვიძლია შევქმნათ რამდენი კონსტრუქტორიც გავიხარდება იმდენი, თქვით ასევე განსხვავება რა იყო კონსტრუქტორსა და ჩვეულებრივ მეთოდს შორის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტრუქტორი იგივე მეთოდია, ოღონდ გამოიძახება ავტომატურად ობიექტის შექმნის დროს. და ასე ვთქვათ, მე ჩვენ ვქმნიდით პრაქტიკულად პროგრამ C-ში ამ person-ის objects და ასე ვთქვათ, რაღაცებს ვაიმუნებდით რა ბრწყადებში. ეხლა მინდა რომ ცოტა უფრო ღრმად შევიდეთ და ავხსნა property-ების თემა და getter-ის setter-ის თემა ობიექტზე ორიენტებულ დაპროგრამებაში. ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რაღაც აი თუნდაც bank info ძალიან კაი მაგალითი გავაკეთეთ წინაზე რა, რომელიც ესეთი კლასი იყო, სადაც ბალანსი გქონდა ჩვენ პრივატული, ანუ ჩვენ ასევე ვახსენეთ access modifier-ები, ანუ წვდომის მოდიფიკატორები, private და public-ი ვახსენეთ ჯერჯერობით. და ვთქვით, რომ თუ კი public იქნება, მაშინ ის გარეთ წვდომადი იქნება აი ამ ფაილებში, თუნდაც პროგრამ C-ში, თუ ასე ვთქვათ, private-ი, მაშინ საერთოდ მარტო აი ამ ფაილში იქნება წვდომა. რაღაცას. აი დავუშვათ ეხლა add balance მეთოდი იყენებს balance სვაც, ხო? იმიტომ რომ კი პრივატულია ეს, მაგრამ აი აქ შეგვიძლია ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ. add balance-ი შევქმნით, სადაც ჩვენ პარამეტრად გადმოგქონდა money და balance ვამატებდით და withdraw money, ნუ გამოგქონდა, ხო? და get balance-ი ქონდა ესეთი მეთოდი, რომელიც აბრუნებდა balance. ეხლა ჩვენ ლექციის ეს მაგალითი კი გავაკეთეთ ჩვენ, მაგრამ შემდგომ ესეთი კითხვა დავსვით, რომ ესეთი საკითხი იყო, რომ ეს ჩემი ბალანსი მაქვს პრივატულად იმიტომ, რომ დასაწყისში, როცა შეიქმნება bank info-s ობიექტი, ბალანსზე წვდომა არ ჰქონდეს პირდაპირ. ანუ თუ კი ბალანსის ზრდა სურს, მაშინ add balance გამოიყენებს, თუ კი ასე ვთქვათ, უნდა გამოტანა ფულის, მაშინ withdraw money-ის მეთოდს გამოიყენებს და თუ თანხის ნახვა სურს, მაშინ get balance მეთოდს გამოიყენებს. ანუ ამას რატო ვაკეთებ? რატო ამბობ? იმიტომ ვამბობ, რომ პროგრამ C-ში აი აქ bank info-s objects როცა ვქმნი, new bank info-s და ჭრილებს წერ. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა აქ errors მეუნება, იმიტომ რომ კონსტრუქტორი გვაქვს ჩვენ შექმნილი და აუცილებლად უნდა გადავცეთ რაღაცა საწყისი თანხა. მაგალითად გადავცეთ, რა ვიცი, 500. 500 ლარი იყოს საწყისი თანხა, ნუ მაგ კონკრეტულ ანგარის ბალანსი, ხო? თვითონ აი ამ bank info-ში რო შევიდე მე და წერტილს დავაჭირო, კი, მაქვს add balance მეთოდი, get balance მეთოდი, withdraw money. მაგრამ თვითონ ცვლად ბალანსზე წვდომა არ მაქვს. ანუ თვითონ ამაზე წვდომა არ მაქვს მე. ანუ ამაზე წვდომა იმიტომ არ მაქვს, რომ რაღაცნაირად უსაფრთხოების მიზნით ვიღაცამ რაღაცა ცუდი ბალანსი არ ჩაწეროს დასაწყისში, ან რაღაცა საშინელება რიცხვი არ ჩაწეროს და მოკლედ ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა სხვა მიზეზები მაქვს. და ამიტომაც მე ალტერნატიული მეთოდი გამოვიყენე და მეთოდები შევქმენი, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსის ცვლილებას. ანუ სინამდვილეში ამ მეთოდების მიზანი, ამ add balance-ის და withdraw money მეთოდების მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ბალანსი შეცვალოს. ანუ ეს ორი რო არ მქონდეს ბალანს, ესე ბალანს ვერ შევცვლი. და თუ ეს მეთოდები არ მექნება, აი დავუშვათ მაგალითად ესე დავაკომენტაროთ.
აბა გისმენთ? ლაშა შეიძლება რაღაც კითხავთ? ხო, გისმენთ? ამ კონსტრუქტორის დანიშნულებას ვერ მივხვდი და შეგიძლიათ რომ ამიხსნათ ვარა? ხო, ოკეი. ანუ ამ დავალებაში ეს კონსტრუქტორი რას აკეთებს? ხო. კონსტრუქტორს დავაკვირდით რა, public bank info, double money და if money მეტია ნულზე balance უდრის money. ეხლა, რო დავაკვირდით რა, bank info რომ მაქვს, ანუ როცა შეიქმნება ობიექტი, balance-ი ხო 0 მაქვს. ანუ balance-ი არის, ანუ double-ის default მნიშვნელობა 0. ანუ დასაწყისში არის 0. და მე ვიფიქრე, როცა ობიექტს ჩვენ ვქმნით, მოდი balance-ი დასაწყისშივე იყოს რაღაცა კონკრეტული თანხა. მაგალითად, როცა შეიქმნება ეს bank info-s ობიექტი, დასაწყისში ქონდეს balance-ად 500. 500 ლარი სიტყვაზე. ანუ დასაწყისში რო ქონდეს, ანუ რაღაცნაირად ობიექტი როცა შეიქმნება, მაგ დროს რომ მე ინფორმაცია გადავცე ამ ობიექტს და მე ეს კონსტრუქტორში მიიღებს ამ ინფორმაციას და balance შეავსებს. balance-ი უდრის მანძილს. ანუ მე მაგათაც შემეძლო რომ აქ პირდაპირ დამეწერა სიტყვაზე 500 და საწყისად როგორც კი bank info-s ობიექტი შეიქმნება, balance-ი იქნება 500. ეს კარგი იქნება და მაშინ ეს კონსტრუქტორი არ მჭირდება, მაგრამ რა ვიცი, იქნება მე ისეთი ობიექტი შექმნა მინდა, სადაც პირველ bank info-s ობიექტს ექნება საწყისი თანხა 500, მეორეს ქონდეს 300, მესამეს ქონდეს 20, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა, რაღაცა ლოგიკას წერ, სადაც მე მინდა რომ საწყისად ქონდეს ამ ადამიანს ის ბალანსი, რასაც მე ჩავწერ. ხვდებით? ამიტომაც მე ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ მოდი ეს ბალანსი მაქვს აქ და კონსტრუქტორი რასაც მე მომცემს ობიექტის შექმნის დროს ინფორმაციას, ის მოვა ჩემთან, კონსტრუქტორი გამოიძახება ავტომატურად, რა თქმა უნდა, და თუ კი დადებითია თანხა, მაშინ ბალანსი შეივსება. ბალანსი გახდება მალე. და იქნება. ანუ რამდენი bank info-s ობიექტიც არ უნდა შევქმნა, ყველას საკუთარი ბალანსი იქნება და ყველას შეევსება ბალანსი ამ ჩემი კონსტრუქტორის გამოყენებით. მიხვდი? კი, გასაგებია, ახლა მადლობა. ოკეი. ანუ ეს კონსტრუქტორი არის რაღაცა მეთოდი, ჩვეულებრივი მეთოდია, უბრალოდ ერთადერთი პლუსი ის აქვს, რომ იძახება ობიექტის შექმნის თანავე. ანუ ობიექტი რო შეიქმნება, ავტომატურად იძახება ეს კონსტრუქტორი. განსხვავებით სხვა მეთოდებისგან, რომელიც ასე ვთქვათ, მე თუ არ გამოვიძახე, ისე არ იძახება. ახლა გავაგრძელოთ. ეს კი რა იქნება, თუ კი ამ მეთოდებს დავაკომენტარებ. ერთი ეს add balance-ი, რომელიც მიზანია რომ balance-ი გავზარდო და მეორე ასე ვთქვათ, აი ეს რომ იყოს. ესეთ რომ დავაკომენტარო. რა მრჩება? balance მრჩება. ამ balance როგორ გავხსნი, ან როგორ შევამცირებ? როგორ გამოვიდან? ვერ გამოვიდან, ხო ესე? ორივე მეთოდი დაკომენტარებული მაქვს. ნუ აი ერთი ვარიანტია რომ ეს გავხადო public-ი. აი ეს გავხადო public-ი და ნუ ბალანსი როცა მაქვს ეს public-ი, ნუ აქ პროგრამაში წვდომა მექნება მას. bank info წერტილი და ბალანსზე მაქვს წვდომა. აგერ. და ეს შემილია გავხადო აქ მაგალითად დავუშვათ პლიუს უდრის 50 დავწერ და ნუ 50 ლარით შევისო მაგალითად. ნუ კაი, კიდევ შემიძლია გამოვიტანო ეს თანხა. ესე გამოვიტან თანხას, ხო? სხვანაირად ესე ვერ გამოვიტან. მაგრამ აი აქ ხო შეუძლია რომ რაღაცნაირად ისეთი თანხა დაწეროს აქ, რომელზე ანუ ეგეთი თანხა საერთოდ რო არ მაქვს. ანუ უფრო მეტი დაწეროს გამოტანა მინუს უდრისით ვიდრე ზოგადად მაქვს. და მე ხო მინუსებში ხო არ ჩავარდები ბალანსის კუთხით, ხო? ამიტომაც აი აქ ვერ ვაკონტროლებ მე ამ ბალანსს. ვიღაცას რაღაცა მოუნდება გამოვაკლებს იქ -5000 რაღაცა, რომელიც მე საერთოდ არ მაქვს. და ესე ხო არ უნდა შეიძლებაოდეს? ანუ მე მჭირდება რაღაცნაირად ვალიდაცია. მე მჭირდება ვალიდაცია, როდის რა მოხდეს. ამიტომაც შევთანხმდეთ, როცა რაღაცის ცვლილება, როცა მაქვს ესეთი ცვლადი,
რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ანუ დაზღვეული არ ვარ იმიდან, რომ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ისეთი ჩაწეროს და მე პროგრამა აურიოს, აქედან გამომდინარე, მოდი ამ ბალანსს დავტოვებ მე პრივატულად, აი აქ, იქნება private და რაღაცა ხერხს მოვიფიქრებ იმისთვის, რომ ეს ბალანსი ან შევამცირო, ან გავზარდო. ან კიდე რაღაცა ან თუნდაც, ბევრი რამეა რა. ეხლა მაგას ნელა გავარჩევ. ესე იგი, მოდი persons მაგალითი არის ძალიან კაი ამ შემთხვევაში რა, რომ ახალ თემაზე გადავიდეთ. ესე იგი, ჩვენ persons გააჩნია age, ხო? ეს არის age. კაი. და ნუ გვაქვს კონსტრუქტორი, რომელშიც მე ვიღებ სახელს, გვარს, ასაკს და აკადემიის, ხო? და აქაც, ნუ ეს ორი კონსტრუქტორი ძალიან გავს ერთმანეთს, ნუ განსხვავებით იმისა, რომ ეს აკადემია არ მაქვს. კაი. ეხლა რომ დავფიქრდეთ, ესე იგი, ყველაფერი მომეწოდება მე და ეს ცვლადები იცვლება. კაი, ეხლა დავფიქრდეთ. რო შეიქმნება persons object-ი, ვიღაცამ რომ age-ში უარყოფითი რიცხვი ჩამიწეროს. სად მაქვს მე მაგის ვალიდაცია, ანუ მე ხომ ვერ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ ჩაწეროს უარყოფითი რიცხვი age-ში. და ეს ჩემი age ადგება დიწერტილი age უდრის age-ს. და ეს ჩემი age გახდება რაც არის age, ხო? დავუშვათ -5. და ეს ხო სწორი არ არის. ანუ რაღაცნაირად მე უნდა მქონდეს ვალიდაცია დაწერილი, რომ ნუ აუცილებლად დადებითი უნდა იყოს. მინიმუმ ეს მაინც. რომ აუცილებლად დადებითი უნდა იყოს ეს ჩემი ასაკი. ამიტომაც ამ age-ზე მე რა თქმა უნდა დავწერო, ნუ ეს უნდა დავწერო აუცილებლად პრივატულად. აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა. მოიცადე? Private. კაი. მე თუ გადავწყვიტო, რომ ეს უნდა იყოს პრივატული, მაშინ ჩდება კითხვა, რანაირად, ანუ მე რო წვდომა მინდოდეს age-ზე, ეხლა პროგრამის C-ში. მოდი ეს დავაკომენტავთ, ეს აღფრთში არ მომჭირდება. მე რო ეხლა შევქმნა persons object-ი. person უდრის new, მოდი person 1 დავარქვათ. new person. ესე იგი, სახელი უნდა გადავცე, მაგალითად ნიკა, გვარად დავწეროთ, რა ვიცი, გვარი 1. არ ვიცი, რა გვარია, არ ვიცი. და კიდე რა არის? ასაკი, ხო? აი, ასაკად მე რო დავწერო -5. რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში? შეიქმნებოდა ეს ჩემი ობიექტი, ნიკა, რომლის ასაკი არის -5. რა მოხდებოდა ამ დროს? გამოიძახებოდა აი ეს კონსტრუქტორი. ეს არ გამოიძახება, ხო? აი ეს კონსტრუქტორი არ გამოიძახება, იმიტომ რომ მე აკადემია არ მაქვს იქ მიწერილი. აკადემია, ანუ მე შემიძლია რომ ეს კონსტრუქტორი გამოიძახება, იმიტომ რომ მხოლოდ 3 პარამეტრი მაქვს, გადმოცემული, მე 4 არ მაქვს და ნუ ეს აკადემია ისედაც დეფოლტად ალგონი მაქვს, ხო? და დისწერტილი age უდრის age-ს. ეს ჩემი ცვლადი გახდება -5. ხო? -5. მაგრამ ამის შესაძლებლობა ხო არ უნდა მქონდეს მე. ანუ რანაირად იქნება ვიღაც ასაკი -5. ნუ კი ეხა მე კი გადავწყვიტე რომ ეს პრივატული გავხადე. წვდომა არ ექნებოდა თქო, მაგრამ მოდის აქ პარამეტრი და მე აქ ვცვლი. თან კიდე, ნუ რაღაც დადებითი პლუსი, რაღაც პლუსი ის აქ რო პრივატული რომ არის, age-ზე ეხა აქ წვდომა არ მაქვს. თორსა person 1 age, ეხა აქ age არ მიჩანს. ხო? age თუ არ მიჩანს, ჩვენიერია. ნუ რაღაცა დოზით პლუსი მაქვს, ხო? აქ ვიღაცას არ შეუძლია რომ -200 დაწეროს. მაგალითად, ეს პლუსი მაქვს. ამიტომაც აი ეს რაღაცნაირად უნდა აღმოიფხვრას. ამისთვის არსებობს ორი მეთოდი. ერთი ჩვენ რაც თქვით, რომ აი bank.info მაქვს და მე ვქმნი ორ მეთოდს, ერთი ამისთვის, მეორე ამისთვის და როცა მინდა
შეცვლა მაშინ ეს მეთოდი გამოიძახება, როცა მინდა დავუშვათ get balance ხომ აქვს, როცა მინდა წამოღება ინფორმაციის, მაგ დროს ეს მეთოდი გამოიძახება და კარგი. მაგრამ არსებობს მეორე გზაც და მეორე გზა უკავშირდება getter setters properties თემას. ანუ როცა აქ age მაქვს მე პრივატულად იქნება property წარმოვიდგინოთ ცვლადი რომლის მიზანი მხოლოდ ის არის რომ აი ამ age-ზე იმუშაოს. ეხლა ვნახოთ როგორ ხდება ეგ ყველაფერი რა. წერეთ რაღაცას. public ან ესეთი ის აქვს shortcut-ი აქვს props წერ და tabs დააწვევი და ავტომატურად იქნება. მაგრამ მოდით ჩვენ ახლა გზად დავწეროთ. public ან ეს უნდა იყოს public. აი ეს უნდა იყოს პრივატულად და მე ეხლა რაც ვაცაც შევქმნი, ეს უნდა იყოს public და აი ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული ამ ჩემი ასაკის მდგომარეობა. ეხლა ვწერ public რა თქმა უნდა int და age ვწერ. ოღონდ ამას ეს ავწერ დიდი ასოთი age. ნუ რა თქმა უნდა, რასაც გინდა იმას დაარქმევთ თქვენ properties. property ქვია, ანუ ამას ეძახიან properties. ოღონდ ნუ ჯერ არ გამიგზელებია წერა და რასაც გინდა იმას დაარქვათ, უბრალოდ რაღაცნაირად შეთანხმებულები ვართ, რომ ეს age რადგანაც არის ნუ პატარა ასოთი როცა ვწერთ, ამას ვწერთ დიდი ასოთი რა, დიდი ასოთი იწყება. და აი ესეთი ფიგურული ფრჩხილები. ესეთ ფიგურულ ფრჩხილებს როცა ვწერ, აი ამ age-ს უნდა გააჩნდეს ორი რაღაც. ერთი get-ი, მეორე set-ი. მოდი ავიღოთ getter-ი, set-ი. ეს ამას ქვია თემა, ამ თემა შეეხება getter-ს და setter-ს. მაგრამ თვითონ კოდში ჩვენ get-ი გვაქვს და set-ი გვაქვს. ეხლა რა არის get-ი? get-ი არის, როცა უნდა ვიღაცას ამ ინფორმაციაზე წვდომა. როცა მაგალითად იყენებს, აი დავუშვათ მინდა რომ დავპრინტო age-ი. ხო ვწერ console writeline person.age. ანუ წერტილი age-ს როცა მე ვამბობ, ესე იგი მე უკვე ვიყენებ მას. ანუ მინდა წვდომაში მქონდეს ურთიერთობა მაგასთან. ეგ არის get-ი. და set-ი არის, როცა მე მინდა რომ მივანიჭო მას რაღაცა მნიშვნელობა. დავუშვათ age-ი რომ მაქვს, ეს გახდეს 20. როგორ დავწერდი აქ, ხო? დავწერდი ესე რომ person დავუშვათ person 1 წერტილი age-ი, ნუ ეხლა წნომადი არ მაქვს, უდრის 20. ანუ ეს არის უკვე set-ი. მინიჭება ხდება ამ age-ზე და უტოლდება 20, ხო? age-ი გახდება 20. მაგრამ get-ი არის, როცა მინდა რომ რაღაცა თუნდაც print-ში გამოვიყენო. დავუშვათ person წერტილი age-ი. მოწოდე? ეს არა, person 1 კაცო. person 1 წერტილი age. აი ეს სვალი მაქვს, ხო? person 1 წერტილი age. აი ეს არის, როცა მინდა წვდომაში მქონდეს, გამოვიყენო ეს get-ი, წამოვიღო. ხელთ მქონდეს. ეს არის, სადაც უდრის დაინახავთ, უკვე მან ხდება set-ი, უკვე მან მინიჭება ხდება. ან თუნდაც რაღაც მან შეცვლა age-ის. ამიტომაც ეგეთი თემა როცა გვაქვს ჩვენ, ეს age მაქვს პრივატულად და ეხლა მე ვფიქრობ. აი ეს property მაქვს შექმნილი იმიტომ, რომ დავაკვირდეთ. თუ კი ვიღაცას წვდომა უნდა age-ზე, მაშინ რა გავაკეთო? და თუ კი ვიღაცას შეცვლა, მინიჭება უნდა ამ age-ზე, რაღაცა ინფორმაციის ის უნდა მინიჭება, მაშინ როგორ მოვიქცეთ. დავიწყეთ. set-ი. ჭრილი არის, ფიგურული ჭრილი იხსნება, იხურება. ესე არის set-ი და მეორე get-ი. get-ს იგივე. set-ში უნდა მოვიქცეს ხვანაირად, get-ში უნდა მოვიქცეს ხვანაირად. ანუ set-ში ამ ფიგურულ ჭრილებში უნდა დავწერო ის თუ რა მოხდეს, როცა ვიღაცას უნდა მინიჭება და get-ში უნდა მოვიქცე მაშინ, როცა ვიღაცას სურს წამოღება. age-ზე. დავუშვათ set-ი. როცა უნდა ვიღაცას მინიჭება. დავუშვათ age-ი რომ უნდა გახდეს რაღაცა რიცხვი.
ეხლა ეს რიცხვი მე რა არის, არ ვიცი ხო? დადებითი თუ იქნება, კი ბატონო, მაგრამ უარყოფითი რომ იყოს, ამიტომაც აქ უნდა შევამოწმო აუცილებლად. აი სეტში ხდება ვალიდაცია. აქ ხდება მინიჭება. აქ თვითონ value არის რაღაცნაირად ჩაშენებული სიტყვა ამ სეტში, რომელიც ეს value არის ის, რაც მე მომეწოდება. აი აქ პროგრამში რო წერ person 1.age უდრის 20, მე რო გადავწყვიტე, აი ეს 20 არის value. ანუ როცა მე უდრისის მერე ვწერ რაღაცა მნიშვნელობას, ეს რიცხვი არის ის value. ამიტომაც აი აქ value-ზე წვდომა მაქვს პირდაპირ. ამიტომაც მე აქ უნდა ვთქვა ესეთი რაღაცა, რომ თუ კი, ესე ვთქვათ, დადებითია ეს რიცხვი, მაშინ იყოს age ეგეთი. და უარყოფითზე, ნუ რას უკაცრავად არ შეგაცვლენებ age-ს. ამიტომაც ვიწყებ. თუ კი, ანუ აქ ფიგურულ ჭრილებში, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, ხო? არაფერში შეზღუდული არ ვართ. თუ კი value, ნუ როგორ დავწეროთ? ნუ 0 ასაკი, რავი, ეგეთი არ გვინდა. მოდით ესე ვთქვათ, რომ თუ ასაკი, აი ეს value მეტია 0-ზე, მხოლოდ მაშინ შევცვალოთ ეს age. ნახეთ? მე ამ age-ს ვცვლი. ამ age-ს ეს რაც მაქვს, ამას ვიყენებ მხოლოდ იმისთვის, რომ ამ age-ზე ვიმუშავო. აი ამ age-ზე. ეს ხო პრივატულია. ამას გარედან ხო ვერ წვდები. ხო ვერ ვიყენებ, ხო ვერ ვცვლი, ვერაფერს ვერ მაქვს ცდომა. მაგრამ აი ეს age არის public-ი და ამ age-ის მიზანი სწორედ ის არის, რომ აი ეს age-ს, ამ age-ზე ჰქონდეს წვდომა. მქონდეს წვდომა გარედან. ოღონდ წვდომა მქონდეს გარედან ვალიდაციებთან ერთად. ანუ if value მეტია 0-ზე, მაშინ აი ეს ჩემი age გახდეს value. ანუ ვიღაცა თუ დაწერს აქ რომ person.age გახდეს 20, მაშინ შეიძლება age. იმიტომ რომ 20 ნორმალურია, ხო? მაგრამ თუ ვიღაცა დაწერს person.age უდრის მინუს რაღაცას, მაშინ არ შეიძლება. იმიტომ რომ ამ if-ში არ შემოვა. value აუცილებლად მეტი უნდა იყოს 0-ზე. ეხლა რა შევა get-ი? get-ი არის წამოღება, როცა მინდა რაღაცა წვდომა მქონდეს. ეხლა წვდომის დროს მე არანაირი ვალიდაცია არ მჭირდება, ხო? ვისაც რაში უჭირდება, ისე გამოიყენოს ჩემი ასაკი. ნუ, პერსონის ასაკი. ამიტომაც აქ პირდაპირ შემიძლია დავწერო return age. აი ეს. ანუ მე შევქმენი სეტი, შევქმენი get-ი. set ძირითადად ვალიდაცია ხდება ხოლმე ყოველთვის set-ში. get-ი ახლა წამოღება არის, დაპრინტვა მინდა, რაღაცაში გამოყენება მინდა, get-ზე რაში მჭირდება ვალიდაცია, ხო? მაგრამ set-ში მჭირდება ხოლმე ვალიდაცია. იმიტომ რომ იქ ვიღაცა რაღაცას ანიჭებს age-ზე, ხო უნდა გავაკონტროლო აუცილებლად. აი ნახეთ, აი ეს age მაქვს ახლა მე. ამაზე მაქვს წვდომა. ამაზე გარედან არ მაქვს წვდომა, იმიტომ რომ პრივატულია, მაგრამ ამაზე მაქვს წვდომა. და ეხლა ნახეთ რა ხდება. მე ხო ეს შევქმენი. და პროგრამ-C-ში შევთვარ და აბა ვნახოთ რაზე მაქვს წვდომა. person 1 წერტილი აკადემიის სრულნეიმი, კაი ესეთი რაღაცა. age. ნახეთ? age. person.age age უდრის არ ვიცი, 20. ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება. როცა person.age ეს age ნახეთ, აი ეს რაც მე წეგან შევქმენი, უდრის 20 როცა დავწერე, უდრის 20 წაიკითხა, ვა, სეტი ხდებაო, მინიჭება ხდებაო, შემოვიდა ეხლა ამ სეტში და ამ მოწმებს ის 20-იანი არის თუ არა მეტი 0-ზე. თუ 0-ზე მეტია, მაშინ შეცვლის ამ age-ს, კი ბატონო, თუ არა და საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევს. და სეტში არ შემოვა. ჩვენერი. და ეხლა მე თუ დავპრინტავ person 1.age-ს, ამ age-ს თუ დავპრინტავ, ეს როცა მე ამას ვიყენებ, სადღაც უდრის რო არ მიწერია. ესე აქ ხდება get-ი, get-ში შემოვა და რა ვიცი, უბრალოდ დაბრუნდება ეს age-ი. არანაირი პრობლემა არ გვექნება. ამიტომაც ნახეთ, მე აქ ამ age-ს ვიყენებ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ხდება ამაზე. ამაზე ხდება set-იც, ამაზე ხდება get-იც. უბრალოდ რაღაცა ის არის რა,
შეკრიკია. რაც ანუ ამ age-ზე მუშაობს, ვიღაცა თუ კი რაღაცა შეცვლა უნდა ეს ადგება ეხა მიარბენინებს ამ რაღაცა ცვლილ იმას შეცვლილ რაღაცას age-ს და მაშინ შეიცვლება. თუ არა და არ შეიცვლება. ანუ ყველაფერი არის age-ზე რა. მაგრამ ამის დახმარებით. ამ age-ის დახმარებით. ეხა მოდით რომ ეს გავტესტოთ. მირჩევნია რომ ამ აქიდან ცოტა ხანი ეს age-ის ამ კონსტრუქტორიდან ამოვიღო. იმიტომ რომ დავაკვირდეთ რა ჯერ და კონსტრუქტორსაც მალე შევეხებით. იცოდე? age-იც დავშალოთ. ესეც დავშალოთ. ხო, ესე მაქვს და როგორ შეიქმნება, ხო? ნუ აქ ასაკი არ მაქვს. აი ესე, ნიკა და გვარი. გვარი, რაღაც გვარი დავწეროთ რა. რა ვიცი. ბაგრატიონი, ძენაზე ბაგრატიონი ვახსენე. გვარი რო არ მახსენდება, მე ისტორიიდან ვიღებ ხოლმე რაღაც. ბაგრატიონი. ეხა person 1.20 როცა ვწერე. მე რო ეხა, ნუ გაეშვება ის ეთერი და age გახდება 20. რო დაიპრინტება ეს, ნახოთ ახლა რა მოხდება. მოიცოდე. აჰა, 20. დაიპრინტა. შვენიერია. ესე შეიცვალა. აი და მე რო ეხა აქ დამეწერა -5 0. ნახეთ, რატომ არის 0? იმიტომ არის 0, რომ person class-ში ეს age რომ მაქვს, ამის default მნიშვნელობა არის 0. ნუ თუ კი არის არ დაწერ 0-ია. აბა გისმენ რატი? მე მიჭედავს თუ გაზიარებამ გაჭედა წერა. არ ვიცი, შევთან თუ ხო ჭედავს. აბა შემოვიხედო. ჭედავს? უი. აი, შევთან ეხა როგორ არის? ან ძალიან ჭედავდა? მას ან დილეი ქონდა თქვენ ძახდით და მე 1-2-3 წამი რო გავიდო და მე ჩვენდებოდა ეკრანზე. უი, მომენტებში ვიდავს. აი, გავაგზელოთ. იმედია დიდი პრობლემა არ არის, რა თუ რამე მითხარით და იმაში ჩანს კარგად ჩაწერილში რო რამე და. კაი. მაშინ გავაგზელებ. ხო. return age, ხო. ეხა 0, ხო, 0 რატომ არის? იმიტომ რომ age-ის default მნიშვნელობა არის 0-იანი. ანუ კლასში კონკრეტულად field-ის მნიშვნელობა, ანუ ამას ქვია field-ი, ნახეთ? age-და რომ მივიტანო field-ს ეძახის. ამას ქვია field-ი, რასაც ჩვენ წერთ. და ეს არის property. ეს რო ვიცოდეთ რა? და age-ის default მნიშვნელობა არის 0. 0 რო არის, ეხა age-ად -5 რო დაინახა, რა თქმა უნდა, შეცვალა. რატომ უნდა შეეცვალა? ვერ შეცვლილა. მაგალითად, ეხლა რო დავწერო, დავშვათ 20-იანი, ხო? გავშვათ, რომ დავწუნოთ, რომ ნაღდად მუშაობს. გვაქვს. დაიპრინტა. ეხლა რომ მე შევცვალო და გავხადო მინუს რაღაცა. -1. ან თუნდაც 0. 0-იც ხო არ შემელია მანდ რო იყოს. აბა ეხლა დავწეროთ. ნახეთ, აქაც 20-ია. აი პირველად თავისთავად და აქაც 20-ია. რატომ არის 20? იმიტომ რომ როდესაც აი აქ თავიდან დასაწყისში age გახდა 20, ანუ ეს age არ გახდა რა 20, ეს age მიდის მიარბენინებს ამ მნიშვნელობას setterში და age გახდება value. მაგრამ ხო, და აი person-ly age გახდა 20. და აი მე როცა age გავხადე 0-იანი, setterში შემოვიდა, წაიკითხა value მეტია 0-ზე? რა თქმა უნდა არ არის მეტი 0-ზე. და ეს ხო არ წაიკითხა. არ წაიკითხა. და age-ის მნიშვნელობა ხო 20 იყო და დარჩა 20 როგორც იყო. ანუ როგორც იყო, ისე დარჩა. ამიტომაც ჩვენ ესე შეგვიძლია რაღაცნაირად ისე ჩავაწერინოთ ინფორმაცია ასე ვთქვათ პროგრამ კლასიდან, რომ იყოს დაცული ვალიდაციით
და ჩვენი age იცვლებოდეს ნორმალურად. აბა თუ არის რამე კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვილაპარაკე და რაღაც კითხვა გექნებათ. აბა თუ მხართ. ჩემი ხმა ხო ისმის გარდა? მე კი ისმის. აი 0-ის ნაცვლად age რო დავწეროთ 15. ან 15 დაიბეჭდება, ხო? კი, რა თქმა უნდა. age უდრის 15-ს. და კიდე მაინტერესებს, ანუ set-ი get-ის გარეშე თუ შეგვიძლია რომ დავწეროთ როგორც if else-ი, ან პირიქით, პირიქით არა. ნახე, თუ კი ესე ვწერ, მე მაგასაც განახებთ, ანუ ჯერ ესე ჩანაწერი გავაკეთეთ. Sets თუ წერ get-იც უნდა დავწერო. ანუ set-ი და set-ის გარეშე get-იც, ანუ ორივე უნდა დავწერო, set-ს და get-იც. აი ეს. ასე რომ ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. მაგრამ მე ხა ცოტა ხანში სხვა ჩანაწერსაც განახებ. როგორ არის? კარგით. ნახე, აქ შენ კითხვას რო დავუბრუნდე. აქ რომ მე 15 გავხადე, ეს რატო იმუშავა? რა პრობლემა არის? ესე იგი, 15-ს როცა გავუტოლე მე აქ. ნახე, ჩემი set-ი უყურებს ამ შემთხვევაში რას იცი, თუ არის მეტი 0-ზე. ნუ მე შემიძლია ისეთი რამე გავაკეთო, რომ თუ value არის მეტი თვითონ ამ age-ზე. და მაშინ როგორ ვალიდაციას გავაკეთებდი, იცი? რომ ამ age-ზე ნაკლებს ვერ ჩაწერდა. ანუ სიტყვაზე 20 თუ მაქვს age-ი, ის აუცილებლად თუ შეცვლა სურს, მაშინ აუცილებლად 20-ზე მეტი age უნდა ჩაწეროს. ანუ აქ მეტია 0-იც მაგალითად დავწერო მეტია age-ი. ამ შემთხვევაში ვიღებ იმას, რომ ყოველთვის დადებითი ის იქნება. ანუ ყოველ შეცვლაზე იქნება მომატებული რა. ანუ 5-ის მერე თუ age-ი შეცვლა მსურს, 5-ზე ნაკლებს ვეღარ ჩავწერ უკვე. იმიტომ რომ value უნდა იყოს აუცილებლად მეტი age-ზე. მიხვდით? ლიზა მიგთხოვა მას? სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერ გავიგე, ვერ მივხვდი. ანუ 20-ზე მეტი უნდა იყოს აუცილებლად დასაკი შემდეგ ჯერზე? ნახე, გააჩნია რისი გაკეთება გსურთ ჩვენ. ანუ მაგალითად თუ კი დავუშვათ თავში მომაფიქრე და ისეთი კოდი დავწერო, რომ age რომ მაქვს, age-ის ცვლილება თუ მომინდება, ყოველთვის მასზე მეტი უნდა დავწერო. ანუ მასზე ნაკლები არა, იმიტომ რომ დავუშვათ ადამიანის ასაკი ხო არის. ასაკი ხო იზრდება, ხო არ მცირდება ადამიანის ასაკი. ხო და ამიტომაც ესეთი რამე შეგვიძლია დავწეროთ, value მეტია age-ზე. age ხო დასაწყისში 0-ის ტოლი არის. და value ყოველთვის 0-ზე მეტი უნდა იყოს დასაწყისში და age როცა შეიცვლება მაგალითად და როცა 20 გახდება. მე თუ კიდე მომინდება age-ის ცვლილება, მაშინ value 20-ზე მეტი უნდა იყოს. მე შეიცვლება აქ 20 იგულისხმება მანდ უკვე. და უკვე 20-ზე მეტი ასაკის შეყვანა მოგვიწევს. ან თუ ეგეთი დავალება არის რა. თორემ მაგალითად თუ აქ 0 მიწერია, მაშინ შემიძლია ასაკი 20 იყოს, მე დავშვათ 15 გავხადო, მე 10 გავხადო, 1 გავხადო, ანუ ესე შემიძლია ასაკი გავხადო. უბრალოდ რაღაცად ვიფიქრე, რომ ასაკი ხო იზრდება თქო და შეიძლება ეგეთი ლოგიკა, ეგეთი რამე წამოიცრას ჩვენ გონებაში და მე ესე გადავჭრიდით რა. გასაგებია? კი, ახლა მივხვდი. კი, მადლობა. ოკეი. სხვებს თუ აქვთ რამე კითხვა? მოწოდე? წერტილში რა იგულისხმება? აი, გავაგრძელოთ. ხო. ეს არის ჩვენი age. ეხლა კონსტრუქტორმა რა დააშავა? იქნება აქვე მინდა დასაწყისში ინფორმაციის ჩაწერა. აი, დავიწყეთ ეხლა. ამ ჩვენ persons მინდა რომ გადავცეთ
ასაკიც. მოდი ამ კონსტრუქტორზე ვიხმძღვანელოთ. ეს არ გვინდა რა, ცოტა ხანი. იმიტომ რომ რა ვიცი, თითქოს ერთ და იგივე არის, ოღონდ განსხვავება აკადემიაში და აკადემიას სხვა არ ვეხებთ ხა და დავიწყოთ int age. ეხლა, როცა მე გადმომეწოდება ეს age, მე თუ დავწერ ეხა this age უდრის age, ანუ ეს ჩემი ასაკი, თუ მინდა რომ გახდეს აი ეს ასაკი, ანუ რასაც შეიყვან, მაშინ შეიძლება ცოტა პრობლემა წარმოიშვას. იმიტომ რომ მე კი აქ შევზღუდე და age ესე, ანუ ამ age-ზე person 1.age-ზე ესე პატარა age-ზე ოღონდ, აი ამ age-ზე წვდომა არ მაქვს და ვერ შევცვლი და თუ კი შეცვლამ სურს, მაშინ ეს უნდა გამოვიყენო და ამას ვალიდაცია ადევს. და ეს მშვენიერია. მაგრამ როცა აი აქ person-ში გადმომეცემა age და this age, მე აქ ვალიდაცია საერთოდ არ მაქვს ხა. ხომ შეიძლება რომ ვიღაცამ აქ გადმომაწოდოს age-ად -10. დაბა დავპრინტოთ ახლა ეს. მოწოდე, person 1.age დავპრინტოთ. აი ეს age ხო ხა get-თან მივა. მოდი ცოტა ხანი წინ დავაკომენტაროთ. ესეა -10-ია ხო age? და რომ დაიპრინტება, არის -10. ვა, ანუ სეთერში არ შევიდა. ანუ კონსტრუქტორმა თავის საქმე გააკეთა ხა age მოდის, მაგრამ აი აქ მიწერია this age უდრის age. ანუ ეს ჩემი ასაკი, პრივატულად რომ აქ, ის გამიხადე, რაც მაქვსო. და აი აქ დავუშვი მე ხა შეცდომა. იმიტომ დავუშვი შეცდომა, რომ რა ვიცი ხა ესე -10 ხო არ ჩავწერ ასაკად. ამიტომაც კონსტრუქტორშიც უნდა ვიყოთ ფრთხილად და აი აქ ვწერთ ესეთ რაღაცას. int age ხო გამომწოდება და this age უდრის age კი არა, ამ age-ის მაგივრად ვწერ აი ამ age-ს. ნახეთ ეხლა რა ხდება? როცა ვამბობ რომ ეს this-ს არ დაღამჭირდება უკვე, იმიტომ რომ ეს age უკვე a დიდი ასოთია და ამას უკვე აღარ ემთხვევა. ამიტომაც შემიძლია ესეც დავტოვო. ну, როგორც გაგიხსნათ, this-ი დავუმატეთ, კიდე არა ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ შევახსენებთ, this იმიტომ ვიყენებ, რომ თუ კი სახელები ემთხვევა ერთმანეთს ჩემი ზევითაც თვალის და აი ამ პარამეტრის, this ვიყენებ იმისთვის, რომ გავაგებინო პროგრამას, რომ ამ this-ით მე გულისხმობ იმ ჩემ თვალს, ხო? ამ შემთხვევაში age უდრის age. ეხლა ნახეთ რა ხდება. age უდრის age როცა მე ვწერ, ეს age ხო property-ა? უდრისია, ხო? უდრისია, აჰა, ესე იგი სეთერია და მივდივართ სეთერში. და აი აქ უკვე value-თ წარმოგვიდგება აი ეს ინფორმაცია, რაც მე გადმომაწოდა კონსტრუქტორმა. და აი აქ ამოწევს ახლა სეთერი. ну, სეთერს ვეძახი სეთია რა. ну, get-ი სეთერს ვეძახი, ну, get-ი სეთი იგივე. რომ თუ კი value მეტია 0-ზე, მაშინ age უდრის values. და ეგრე გახდება ზუსტადაც, ანუ მე თუ კონსტრუქტორში ჩავწერ რაღაცა რიცხვს, ამ შემთხვევაში -10 დავწერე. age უდრის age, ესე იგი ახლა გამოიძახება set ასე ვთქვათ, ფუნქცია თუ რა მეთოდი, ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და თუ კი value მეტია 0-ზე, age უდრის values. არ არის value მეტი 0-ზე, ამიტომაც აი აქ არ შემოვა და ეს ჩემი age გახდება, ანუ იგივე იქნება. რაც იყო, ის გახდება. იგივე. უბრალოდ არ შეიცვლება. მარტო ვთქვათ. აბა მოდი გავტესტოთ ახლა. მე რო ახლა გავუშვებ. არის 0. უკვე მისი default მნიშვნელობა. და მე თუ ახლა ჩავწერ 10, მაშინ იქნება უკვე 10. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტრუქტორზეც კი ასე ვთქვათ, კი გადავეცით ახლა ინფორმაცია, მაგრამ თვითონ კონსტრუქტორში მე აქ age პირდაპირ ავწერ და properties ვწერ, რომ მე სეთი გამოიძახოს. რომ უფრო მეტად დაცული ვიყო. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით.
ნომერ შემოვიდა. ოკეი. მაგრამ გასაგებია ყოველთვის. კარგი. აი, მაშინ მოდი გავაგრძელოთ. აი, ესეთი ჩანაწერი არის properties. თუმცა არსებობს სხვა ჩანაწერიც. მაგალითად, რა გვინდა? მაგალითად, ესეთი რამე. Public. მოდი მას დავაკომენტებ ცოტა ხნით. int age ესე და აი აქ მე შემიძლია დავწერო get-ი set. ესეთი ჩანაწერი. მეცოტა აქაც მინდა წერტილმცემი. ესეთი სინტაქსი აქვს რა, ორივეგან იწერება წერტილმცემი. Public int age და get-ი set. ჩვენ თქვით get-ი არის წამი როცა მინდა წტომა მქონდეს, set-ი როცა მინდა მივანიჭო, ხო? ოღონდ ნახეთ, ასეთ მიდგომას მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როდესაც ვალიდაციასთან, ანუ კონკრეტულად ვალიდაციასთან არ მაქვს საქმე. ანუ მივუშვათ, როგორც მინდა. უბრალოდ ნახეთ, თუ კი მე ვალიდაცია დამჭირდება set-ზე და if statement-ები რო თუ ესეა, მაშინ მხოლოდ ასე შემიცვალე და ასე შემდეგ, მაშინ აი ამ მიდგომას გამოვიყენებთ აუცილებლად. სხვანაირად არ ხდება. მაგრამ თუ მე მინდა რომ ვალიდაცია ესე პირდაპირ არ გამოვიყენო, მაშინ შემიძლია დავწერო public int age get-ი set. აი ეს. და როგორ რამე იცით? მაშინ ამ ცვლადის არსებობა უკვე აღარ მჭირდება. ამ ცვლადის არსებობა აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ვალიდაცია თუ არ მაქვს მე, გინდეს დამიწერია და გინდეს. მნამშლობა აქვს. ანუ get-ი set-ი რომ მაქვს მე, ეს age უკვე ანუ ამ ეს age უკვე ჩვეულებრივად მაქვს და არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ისეთ რამე დავწეროთ ახლა. age რომ მაქვს ახლა აქ. მოდი ცოტა ხანი ესე მაქვს, კაი იყოს ეს. ესე personalized წერტილი age დავწეროთ. გავუშვათ. არის 10. ანუ ჩვეულებრივი ცვლადისავით არის. ჩვეულებრივი ფილდისავით არის. რომელზეც მე შემიძლია მივიმუშავო ახლა person 1 წერტილი age უდრის 20. აბა დავპრინტოთ ახლა ეს person 1 წერტილი age. გავუშვათ და მივხვდებით რომ ჩვეულებრივად იცვლება. ანუ ჩვეულებრივი ცვლადისავით იქცევა, როცა მე ვალიდაციას არ მუშაობ. ანუ წერან თუ დავაკვირდებით, ეს age მხოლოდ იმისთვის მქონდა, რომ აი ამაზე age-ზე მე მუშავა. ანუ set-ი და get-ი, როცა მაქვს აქ, ჩემ age-ს ვიყენებდი. და როცა მე ეს რაღაცები არ მაქვს, ვალიდაცია set-ზე, get-ი და set-ი როცა მიწერია, რა შვება იცით? რაღაცნაირად ეს age შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც რაღაცა ცვლადი. და ამაში შეიძლება შეინახოს ინფორმაცია და მე თუნდაც გამოვიტანოთ ინფორმაცია პროგრამში რა, კონსოლში. ეხლა თქვენ კითხვა გიჩნდებათ, რა მნიშვნელობა ხა გინდა ესე დავწერე? გინდა ესე დავწერე. და აი ესე რომ მიწერია ეხლა მე ვიღაცას არ შეუძლია რომ აი აქ age-ად გახადოს -20. არ შეუძლია? როგორ არა შეუძლია. მაგრამ ნახეთ როგორ სიტუაციაა ესეთი მიდგომა, მხოლოდ მაშინ მჭირდება, როცა როგორც წეგნავთ, ვალიდაცია არ მაქვს. მაგრამ თუ კი ვალიდაცია არ მაქვს, ანუ ცოტა ხანი ის -20, ცოტა ხანი მაგას ყოლდება არ მივაქციოთ. ანუ მაშინ ეს მაგალითი სხვა რაღაცებზე იმუშავებს, მაგრამ რა შემთხვევაში იმუშავებს? ანუ რა თმინდა ეს? ბარემ ეს მექნება და ეს იყოს public-ი. რა, ეს და ეს ერთიგივესობას არ ასრულებს? ასრულებს, მაგრამ რაღაცა დეტალი აქვს ამ properties, რომელიც ამას არ აქვს. და ის აქვს, რომ მე აქ get-ი და set-ი რომ მაქვს, get-ი და set-ი, წამოღება და მინიჭება. მე შემიძლია ერთი მათგანი გავხადო პრივატულად, ერთი მათგანი იყოს public-ად.
მაგალითად, მე როცა აქ მიწერია private set-ი. ნახეთ? get-ი private set. ეს ნიშნავს იმას, რომ get-ი public-ი არის და set-ი არის არაფაბლიკი, ანუ დახურული. ანუ ნახეთ, age-ზე მე წვდომა მაქვს, ოღონდ მხოლოდ წამოღების დროს. ანუ როცა მინდა რაღაცაში გამოვიყენო. მაგრამ შეცვლა არ შემიძლია. ანუ პრივატულად არის ეს set-ი. ამიტომაც ნახეთ, აი აქ ეს რამეს ვერ ვიზო, მე აქ ვერ დავაკონკრეტებ, რომ აი მოდი ეხა შეცვლის დროს შენ პრივატულად იყავი და წამოღების დროს იყავი ფაბლიკად. არა, ეგრე ვერ ვიზო. მაგრამ აი ამას შეუძლია ეგ. get-ი private set-ი. ეხლა ჩვენ რო გავუშვათ ეს. ნახე, რა მოხდება person 1.age უკვე ამაზე აერორებს. set-ი არა აქვს ამას, ანუ person 1.age ვერ ხედავს. ნახე? person 1.age არის, მაგრამ უდრისი რო დავწერო, ვსო, უდრის ხო უკვე მინიჭებასთან არის ასოცირებული და set-ი გონია ამას და set-ი არის პრივატული. ანუ, რადგან აქ მიწერია private set-ი. მაგრამ თვითონ get-ი იცოცხლეა person 1.age. მოიცადე? person 1.age. პრობლემა, შუალურად ხედავს. ნახეთ ან დავაკვირდეთ. მე ხა აქ 10 ხო გადავეცი, წერან. ხო უნდა შემოვიდეს ეხა აქ და ხო უნდა შეცვალოს. აბა ნახოთ რა მოხდება. ამეცა აქ ბევრი კონსოლი ხო არ მაქვს. ხო, ნუ ერთის, ხო, 10-ია. 10-ია, ხო? ანუ წვდომა მე მაქვს ამ age-ზე. get-ის საშუალებით. მაგრამ set-ი არ მაქვს. ხო? მაგრამ აბა მე შემიძლია აქაც პრივატულად დავწეროთ. private. get-ი private set-ი. ნუ ამ შემთხვევაში ესეთი მეთოდი არ არსებობს, იმიტომ რომ თუ კი ორივე პრივატულია, მაშინ პროგრამა გეუბნება, რომ ეგეთი რამის დაწერა თუ გინდა, ბარემ ესეთი რამე დაწერეო. ბარემ ესეთი რამე შექმნე პრივატულად. თუ ორივე პრივატულია, რა აზრი აქვს property შექმნას. ეგეთი ლოგიკა აქვს. ამიტომაც რომელიღაცა, ნუ ორივე პრივატულია არ შეიძლება რომ იყოს. მაგრამ ნუ შემიძლია დავწერო აქ private get-ი და აქ იყოს set-ი. ანუ მინიჭება შეიძლებოდეს, მაგრამ წამოღება არა. მაგალითად, person 1.age ეხა ამაზე წვდომა არ მაქვს, იმიტომ რომ აქ ეს get-ია, მაგრამ person 1.age მე როცა მინდა მაშინ შევცვლი. age უდრის 30. აფერ პრობლემა არ არის. იცვლება. მაგრამ ესეთ პრობლემა არ მაქვს ეხა. ესე ვერ გამოვიდან age-ს, იმიტომ რომ ეს get-ია. ეს set-ია. ამიტომაც ასეთი რაღაცა არის property, რომ ერთი რამე შემიძლია პრივატული გავხადო, მეორე public იყოს. ან შემიძლია შევცვალო. და თუ ვალიდაცია მჭირდება და ძალიან ის რაღაცა საჩქაროა, საჩქარო რა, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაიწეროს ცუდი ინფორმაცია ჩემს სლოტში, მაშინ ესეთ გრძლად მიმართო. ესეთი გრძელი ის მექნება. property. set-ი და get-ი. აბა თუ არის რამე კითხვა ამასთან დაკავშირებით. აბა შემოვიდე. Okay. get balance ან add withdraw კონსტრუქტორი შექმნა აღარ გვჭირდება მაგ შემთხვევაში შეიძლება არის მიზანი ბა get balance add withdraw კონსტრუქტორი შექმნა აღარ გვჭირდება კონსტრუქტორი არის აბა ეგენი მეთოდი არის. ანუ კონსტრუქტორი ესე არ შეიქმნება, ესე ვერ შეიქმნება. ანუ თვითონ მეთოდებს რაც შეეხება, მე რო ჩვენ გამოვიძახოთ. ჩაშენებული, ან ეგ ცოტა სხვა მაგალითია, საბა იცი რატო? მანდ მე პარამეტრი გადმომეცემა და გამოტანა რომ მაქვს მე ვერ მიხვდები გამოტანა სურს ადამიანს თუ შეტანა. ანუ რას ვიძახი იცი, შე რო ამბობ მანდ რომ ბალანსი მინუს, ან ბალანსი შეიცვალოს და რაღაცა გახდეს, მინუს უდრისით, ხო? ეგ ხო სეთერია და სეთერში როცა შემოდის, ის ხო ვერ ხვდება შენ იქ შეცვლას სურს თუ
შეცვლა გსურს თუ ანუ დამატება გსურს თუ წაშლა გამოკლება გსურს. ან მაგას წესით ვერ ხვდება. იმიტომ შეხო მარტო პარამეტრს აწდებ. ხო და ნუ როგორც გავიგე რა კითხვა. და ნუ ამ შემთხვევაში მაინც მეთოდები გამოგადგება. ბანკ-ინფოს შემთხვევაში მაინც მეთოდები გამოგადგება. უკეთესია რა. მაგრამ ნუ შეიძლება პროპერტივიც გქონდეს რა. ნეგს შეიძლება. მოდი და რაღაცას წერთ კიდე. ოკეი. აი რამე იყო გავგებარი, რაც ახსენე ხა, ჯერჯერობით. კაი. თუ არა, მაშინ გავაგზავნოთ. private get set. ხო. ეხლა კონსტრუქტორში რა ხდება რა, როცა მე მაგას ვაკეთებ. ესე იგი, person-ი როცა ეს კონსტრუქტორია, string name, string username, int age და age უდრის age-ს. მე ვწერ და რა ხდება ეხლა აქ? age უდრის age-ს. set-ი აქ მაქვს და აბა მოდი გავტესტოთ ესეთი რაღაცა, რომ ეს მქონდეს get-ი და ეს იყოს private set-ი. აქ რომ მე ვწერ age უდრის age-ს, ხო? მე აქ კაი ესა, მოდი ორივე მქონდეს ცოტა მასში რა ცოტა ხანი. მეც get-ი private set, ხო, არა, სწორად არის. ხო, ესე იგი აქ მე არ მინდა რომ ასე ვთქვათ შევცვალო. მაგრამ მე კონსტრუქტორიდან მინდა რომ შევცვალო, ხო? ესე იგი 10 მე გადავეცი და age უდრის age, ხო? ეხლა მე რო გავუშვა რა იქნება? 10. ნახეთ რა ხდება. თვითონ გარეთ ამას აი აქ age-ზე წტომა არ მაქვს. ანუ უბრალოდ წტომა მაქვს, უბრალოდ შეცვლა არ შემიძლია. აქ რაღაცის. მაგრამ თვითონ person-ში age-ზე წტომა მაქვს. age უდრის age-ს მიწერია აქ. ანუ ეს დავიმახსოვროთ, რომ თვითონ პროგრამ-C-ში აქ ეგრე გარედან არ მაქვს წტომა. private set როცა მიწერია. მაგრამ აი კონსტრუქტორში თუ მიწერია და age-ზე მაქვს საუბარი. მაშინ აქ ჩვეულებრივად შემიძლია. სულ აქ private იყოს. ესე რომ რაღაცნაირად ესეა რომ აი აქ გარეთ, აი აქ age-ი შეცვლა შემიძლია. მაგრამ გარედან ვერ შევცვლი, იმიტომ რომ პრივატულად არის. ანუ მხოლოდ კონსტრუქტორიდან შემიძლია ეხლა აქ ცვლილება. თუ კი private set-ი მიწერია age-ზე. ხო. კიდე როგორ შეიძლება რომ ჩავწეროთ HS ვისაუბრეს set-ი get-ი ძირითადად თუ კი ვალიდაციები იქნება, ესე გამოვიყენებთ ჩვენ. set-ი get-ი. ფიგურულ ცხლებს ყურადღება მიექციეთ მაგ დროს, values მიექციეთ ყურადღება, რომელიც ის ინფორმაცია რაც ჩვენამდე მოდის. return-ი აქვს, return keyword-ი, აბრუნებს age-ს. და ხო, და ეს მინდოდა რომ დღეს მესაუბრა property-ებზე. და აი შემდგომი ლექციები უკვე დაეთმობა ძირითად მახასიათებლებს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების. მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი და ენკაპსულაცია და აბსტრაქციაც. ეგ თემები იქნება. აი ეს მინდა რომ ძალიან კარგად გავიაზროთ რა, properties თემა, იმიტომ რომ ჩვენ მერე დავინახავთ რომ ამ age-ს საერთოდ აღარ გამოვიყენებ უკვე. ესეც ცვლადებს შექმნას ჩვენ მოვეშვებით რაღაცნაირად და პირდაპირ ესე დავწერთ ხოლმე props დავწერთ, tabs დავაწვევით, მე აქ შევცვლით ინფორმაციას და ნუ შეიქმნება property. ანუ ესე field-ებს ცვლაც ესე მე აღარ შევქმნი. ყოველთვის იქნება ეს ჩემი property. იმიტომ რომ მე მივხვდი უკვე რომ property ამ field-ზე მეტია. რით არის მეტი? თუ აქ get და set-ი მიწერია, ნუ მინიმუმ უტოლდება, იმიტომ რომ გინდ ესე მეწეროს public-ად, გინდ ეს მეწეროს და თუ სადმე პრივატულობა მინდა, მაშინ აქ სიტყვას private-ს დავწერ.
ან თუ ვალიდაცია მინდა, მით უმეტეს გავაკეთებ, ანუ თუ ვალიდაცია მინდა, ნახეთ, თუ ვალიდაცია მინდა. მაშინ აი ამ ვალიდაციისთვის მე ეს სვლადი დამჭირდება, იმიტომ რომ ეს ვალიდაცია რაღაცაზე ხო უნდა მუშავდებოდეს, ანუ რაღაცა არის აქ თავარი. და ნუ თუ ვალიდაცია არის სეტში და if statement-ები და რაღაცები გჭირდება, მაშინ ნუ ეს სვლადი გჭირდება, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი სიტყვა private მჭირდება, მაშინ ესე გამოვიყენებ ხოლმე, ყოველთვის. Shortcut-ია prop და tabs დავუწევით. Prop და ნუ შემიძლია აქ ორჯერაც დავაჭირო მე მგონი. ხო. ან პირდაპირ tab. აი, აბა რამე კითხვა თუ არის? მეცადე. დავნახოთ. ხო. კითხვას არავინ არ წერს? მე დავსამართ კითხვას. აბა. ანუ თუ private სვლადი მაქვს რამდენიმე ან ნებისმიერი, ყოველთვის ვიყენებთ ხო ამ sets და gets? ანუ უმჯობესია რომ გამოვიყენოთ. კი. ანუ ზოგადად მაგაცაც გააჩნია რა. თუ ვალიდაცია მჭირდება და რაღაცა ყოველთვის ცვლადს ვქნი და მე ვქნი მის შესაბამის properties. და setters და getters ვუწერ. და თუ ანუ უკვე რაღაცნაირად თუ მივხვდით რომ ეს property რაღაც დონეზე აღიმატება იმ სვლადს, თუ ვალიდაცია ესე არ არის, შეგვიძლია პირდაპირ property-ს შევქმნათ ხოლმე. მიხვდი? კი, მეგობრებო. მადლობა, გასაგებია. ოკეი. რატის კითხვა არ აქვს, გიო ჩუმად არის, საბა საერთოდ სპიკერშიც არ არის. საბა აქ ხარ ხო? გაგვაგონი ხო? ხო და რა ვიცი, დღეს ის მინდოდა რომ ამეხსნა, კარგად ჩაუჯექით ამ მასალას და კიდე რა უნდა მეთქვა. ანუ მე რო დავალებებს ვაგდებ, რა თქმა უნდა აკეთებთ მაგას, მაგრამ მოიძიეთ ასევე სხვა უცხოური მასალა, სადაც გაარჩევთ რაღაცეებს. YouTube-ზე ნახეთ რაღაცეები, გქონდეთ, ანუ ყოველდღიური შეხება გქონდეთ. ანუ ესე რომ დავუშვათ სამშაბათი ხუთშაბათი არის მხოლოდ კვირაში ორჯერ და მარტო კვირაში ორჯერ ვიმეცადინოთ, არა, ანუ ვიმუშაოთ ყოველდღიურად. დავუთმოთ ბევრი დრო, ზემეტი მასალაც მოვიძიოთ ზოგჯერ, არის რაღაცა საიტები, სადაც შეგვიძლია დავალებები გავაკეთოთ. Codewars-ი არის საიტი, კიდე სხვა რაღაც საიტები არის, მაგას დავლინკავ. და მინდა რომ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჩართულები ვიყოთ რა. კაი. სულ ეს მინდოდა. თუ კი კითხვა არაფერი არ არის, უკვე, მაშინ დავიმშვიდობოთ ერთმანეთს და შევხვდებით ხვალ ჩვეულ დროს 8 საათს. ან მოიცა 8-ზე, ხო, 8-ზე კი. Upname-ი. რა upname? იმის სახელი? ხო, მაგას საიტი არის, აპლიკაცია არის, საიტი არის Codewars-ი. მაგას დავლინკავ. და სხვა ისიც არის რა. Light Code-იც არის და რაღაცებია რა. აი, მაშინ დამშვიდობებით და აბა ხვალამდე. ჩვეულ დროს 8 საათს. აი, ხვალამდე. ხვალამდე.